დღიდან შანხაი თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენები დაიწყო. პირველი რეისით მგზავრები უკვე გამოფრინდნენ. თვითმფრინავი რამდენიმე საათში დაეშვება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. რეგულარული ავიარეისების დანიშვნის თაობაზე შეთანხმება საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა. ნათია ქენქაძე დეტალებით. პირველი რეისი შანხაიდან თბილისისკენ უკვე გამოფრინდა, სრულად სავსე 293 ბილეთი იყო გაყიდული, რაც ნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის შანხაი თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენები, რომლებიც მოგზაურებს, იმ ადამიანებს, რომლებიც საქმიანი ვიზიტით სტუმრობენ შანხაის ან თბილისს, მისცემს შესაძლებლობას, რომ გამარტივებულად იფრინონ ორ ქვეყანას შორის. ფრენა მოგეხსენებათ არის ხანგრძლივი და ის, რომ მგზავრებს უწევდათ გადაჯდომით ჩამოსვლა შანხაიში, რა თქმა უნდა მოგზაურებისთვის გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნიდა, რომელიც უკვე დღეიდან არის მოხსნილი და ქართულ მოგზაურებს შეუძლიათ, რომ მოინახულონ ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფინანსო ცენტრი ქალაქი, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. China Eastern Airlines შეასრულებს კვირაში 3-ჯერ ფრენებს თბილისიდან შანხაის და შანხაიდან თბილისის მიმართულებით. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია, რომელიც სამეულში შედის და აქვს ასობით მიმართულება ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ემსახურება და უკვე ამ მიმართულებებს დღეიდან დაემატა თბილისიც. იმისთვის, რომ ჩინეთში კიდევ უფრო მეტი გაიგონ ჩვენი ქვეყნის შესახებ, დღეს ამ პირველ რეისს გამოყვა მოგზაურების, ბლოგერების, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ჯგუფი, რომლებიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ესტუმრებიან ჩვენს ქვეყანას და მოამზადებენ მასალას, ბლოგებს საქართველოს შესახებ, მის ტურისტულ პოტენციალზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას ჩინეთში და ბუნებრივია გამოიწვევს დაინტერესებას. მოლოდინი, რომ ეს რეისი იქნება დატვირთული ისედაც არის, როგორც ქართული, ისევე ჩინური მხარის მხრიდან. დღეს ჩვენ ვესაუბრეთ კომპანიის წარმომადგენელსაც, რომელმაც პირველი რეისი პირადად გამოაცილა და ის ელოდება, რომ ეს რეისი იქნება ძალიან მოთხოვნადი. ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიარეისების დაწყება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპია. როგორც ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის მნიშვნელოვანი პარტნიორი, საქართველო ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ კარიბჭეს წარმოადგენს. ახალი ავიამიმოსვლა კიდევ უფრო აძლიერებს ორ ქვეყანას შორის კავშირს, რადგან ბიზნეს მოგზაურობა უფრო ეფექტიანს ხდის, ხელს უწყობს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას, აუმჯობესებს საჰაერო ლოჯისტიკურ კავშირებს და ქმნის უფრო მყარ საფუძველს ტრანსსაზღვრო ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების თანამშრომლობისთვის. ტურიზმის მიმართულებით ორმხრივი უვიზო რეჟიმისა და პირდაპირ ავიარეისების ერთობლიობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორივე მიმართულებით მოგზაურობისთვის. ეს ამარტივებს ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთმანეთის უნიკალური კულტურისა და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობის გაცნობას. ამასთანავე ხელს უწყობს ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების განვითარებას. ასევე გვჯერა, რომ ეს რეისი წაახალისებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში და კიდევ უფრო გაამყარებს მეგობრულ ურთიერთობებს ჩინელ და ქართველ ხალხებს შორის. China Eastern-ისთვის დიდი პატივია იყოს საჰაერო ხიდი ჩინეთსა და საქართველოს შორის. გვჯერა, რომ ეს ახალი მიმართულება კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკურ თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ხალხთა შორისი ურთიერთობების გაძლიერებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გრძელვადიან განვითარებაში. მე ჩინეთიდან ვარ და ავიაციის დიდი მოყვარული ვარ. თვითმფრინავები ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა. როცა გავიგე, რომ ეს იყო პირველი პირდაპირ რეისი შანხაიდან თბილისისკენ, გადავწყვეტი ამ განსაკუთრებული ისტორიული მომენტის ნაწილი გამხდარიყავი. ამ მოგზაურობით მინდა არა მხოლოდ ავიაციის სამყაროში ახალი გამოცდილება მივიღო, არამედ გავიცნო საქართველო, მისი უძველესი კულტურა, ულამაზესი ბუნება და სტუმართმოყვარე ხალხი. ცხოვრობ კორეაში უკვე იქ ვსწავლობ და დიდი ხანი არ ყოფილვარ საქართველოში და რო დავინახე, ვამოწმებდი, ჩასვლა მინდოდა დიდი ხანი, ფრენები იწევდა და 2-3 გადაჯდომა მიწევდა ხოლმე და დავინახე ეს რეისი და ძალიან გამიხარდაო, პირდაპირ ერთი გადაჯდომით კორეიდან ჩინეთამდე, ჩინეთიდან პირდაპირ საქართველოში ჩავიდოდი და ეს ძალიან გამიხარდა და გადავწყვიტე მე ყიდა ბილეთით. შანხაი თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისით ფრენის ხანგრძლივობა 10 საათია, პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენი ქვეყნის დროით 7 საათზე დაეშვება. მადლობა, ნათია ქენქაძე იყო.